უამრავი დარდი დაგვიგროვდა. და რადგან ერთ კაცს მარტო მისი ტარება არ შეუძლია, ჩვენი დარდები კი არავის ედარდება, გადავწყვიტე პროფესია შევიცვალო და დარდების შეგროვება დავიწყო. არაფერი. ამ კითხვას არ უპასუხებთ, არ გულისხმობ პოლიტიკას და ეკონომიკას და არაფერს. აი, რაზე დარდობთ? რა გადარდებთ? და რას აკეთებთ ხოლმე დარდების განსაკუთრებით? რას დავდობ და ასე გაჭირება ვარ ეს რომ დავდობ. არ არის არაფერი, არის საშუალება, არ არის კვებისა. კუპონები ცოტა გვაქვს ხელფასი. კუპონები რაფერს შევყიდულობ? სხვა. აი, თქვენ როგორ ახსნით აი ამ გამოთქმას? მე თუ არ ვიქნები ქვაქვაზედ ნუყოფილა. აი, თქვენ როგორ ახორციელებთ ამას თქვენს პირად ცხოვრებაში? რაც შეიძლება გადავიდავთ საჭიროება. ვიყავ ისე აი ვეჭპან არ დავარდეთ მოხიდა რა. ერთი წუთით მოვწანეთ. გამარჯობათ. თუ შეიძლება გითხარით, რა გადარდებთ? რა გადარდებს? აი ესე თავისუფლად სიარული საქმე, რა თქმა უნდა არის, მაგრამ აი იმდენი არა გვაქვს რომ დაკავებულები ვიყოთ. უსაქმურობა? უსაქმურობა კი. აი რას აკეთებთ? ხალისი არ აქვს ამ ცხოვრებას რა, რამდენიც უნდა გქონდეს და რამდენიც გქონდა ადრე. მე თახვე მაგის სიტყვებს არა. აი რას აკეთებთ ხოლმე დარდების განსაკუთრებლად? რაც მე მუსიკას მოусმენ, რამე შეცაქმის გააკეთებ, რომ გულით გადააყოლო. აი თქვენ თუ შეგიმჩნევიათ რომ ადამიანები ერთს ფიქრობენ, მეორეს აკეთებენ, მესამეს გულისხმობენ და მეოთხე გამოსდით. აი თქვენ რით ახსნით? რატო ხდება ეს? ეთო ყველაფრის საშუალება რო არ არის და ერთზე ოცნებობენ, მეორეს აკეთებენ. არ გამოდის ყოველთვის და იმიტომ. რავი, მე ეგრე ვფიქრობ. მადლობთ. არც პოლიტიკა არაფერი. რა გადარდებს? ჩვენი ცხოვრება როგორც აქვს, რა უნდა. აი რას აკეთებთ დარდების განსაკუთრებლად? როგორ გესმით გამოთქმა, მე თუ არ ვიქნები ქვაქვაზედ ნუყოფილა. ძალიან ცუდად. მე თუ არ ვიქნები ჩვენი თამამავლობა იქნება და ისინი გააგრძელებენ ცხოვრებას. მადლობა. ბადრისწოლი რაზე დარდობთ? სადარდების მეტი რა არის დღევანდელ ცხოვრებაში. აი პირად ცხოვრებაში რა გადარდებთ? პირად ცხოვრებაში არაფერი. ყველა პრობლემა მოწესრიგებული გაქვთ? არა, ყველა პრობლემა რაც უძახით პირად ცხოვრებაში. აი ეკონომიკის და პოლიტიკის გარდა. ეკონომიკურად ყველას ვიჭირ დღეს. ეს კუპონი არაფერს არ. იმათ გარდა რა კიდევ რა გადარდებთ? აი რა დაიკარგა? რის შევსება გინდათ? აი რა არის თქვენი პროფილი? ცხოვრების ინტერესი არ არის ფაქტიურად რა, რაზე ვმუშაობთ? აი კუპონი რას გვაძლევს, არაფერს გვაძლევს, არა ფაქტიურად ტყილა ვმუშაობთ. ტყილა დავდივარ სამსახურში, როგორც მე ისე ყველა. რას აკეთებთ ხოლმე? ვინაჩვენებთ მაინც წარმოებას რა, ხელმძღვანელობა მაინც ვინაჩვენებთ წარმოებას. გაგვეცანეთ. ქარელის კორშედის თავარი ინჟინერი. მადლობთ. ეკონომიკას რა გადარდებთ? დღევანდელ პირობებში ყველაფერი სადარდებელია ალბათ. აი ახალგაზრდა გოგონა ბრძანდებით. პირადი ცხოვრებიდან რა გადარდებთ? სიყვარული არ გადარდებთ? უკვე აღარ მადარდეს. მადლობა. საიმისო არაფერი, უბრალოდ საქართველოს და მეოთხე გამოსდით. აი შენი აზრით რატო ხდება ეს? ნუ ჩემი აზრით თვითონ ხდება ასე რომ ალბათ თვითონ ვერყევი ადამიანები არიან ალბათ ასეთი ადამიანები. როცა ადამიანი ერთს ფიქრობს, ალბათ ის ერთი უნდა აკეთოს. და არა სხვა რამ. და ვინც ამას ფიქრობს, ყოველთვის ის აი მისი აზრი ყოველთვის დავი, იმიტომ რომ აი ეს არ გადარდებთ? ნუ რა თქმა უნდა მადარდებს, იმიტომ რომ თუ ხარ მუსიკოსი უნდა იყო მუსიკოსი, თუ ხარ ქიმიკოსი უნდა იყო ქიმიკოსი, თუ ხარ რამე სხვა რაიმე ნუ თქვენი როგორ თქვა სპეციალობის ადამიანი, რა სპეციალობის ადამიანიც ახალ ისა და ის უნდა აკეთო. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ასე არ ხდება. არიან ადამიანები, რომლებიც თუნდაც ექიმია და
ზის თქვა კიდაც პარლამენტში და კიდაც და ასე შემდეგ თავის შეუფერებელ ადგილს. ჩემი აზრით ყველამ თავის საკეთებელი თვითონ ააკეთოს. თავის საკეთებელი, თავისი სპეციალობა რაც აქვს ის უნდა ააკეთოს. იმიტომ რომ ეს ყველანაირად გამართლებული აზრია. მე რა სპეციალობისაც ვარ, იმას ვაკეთებ და სხვა რის სპეციალობაც აქვს, იმან თავის საქმე უნდა აკეთოს. საქმე ალბათ ამით უფრო წინ წავა. და ეკონომიკას არ გულისხმობ, პოლიტიკას არ გულისხმობ. რა გადარდებთ? პირად ცხოვრებაში და საერთოდ? საერთოდ ეს არეულობა. კი, არეულობა და სამშვიდობო. პირად ცხოვრებაში ჯანმრთელობა. სხვა რა და ეკონომიკური პირობები, სკამჯობები. ასე როგორ გესმით, გამოთქმა მე თუ არ ვიქნები ქვაზე დნო ყოფილა. არა, ესეც არ არის სწორი. მე თუ არ ვიქნები, ჩემს უკან ძალიან ბევრი ვინმეა, შთამომავლობა არის, მომავალი არის, ეს არ შეიძლება მაგის თქმა. ჩემს უკან უნდა იცოცხლოს და უფრო უკეთესი პირობები უნდა შეიქმნას, უფრო უკეთესი ამბები უნდა იყოს და ამიტომ ჩემი თუ არ მთავრდება ყველაფერი. ჩემი არ იწყება, ჩემი არ მთავრდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, პრობლემის მოსაგვარებლად რა უფრო მიგაჩნიათ სწორად? პირფერობა თუ, ანუ ყიზილბაშობა როგორც ილია ჭავჭავაძე უწოდებს თუ რას მიქვიან ტკბილი სიტყვა? რა არის ისიც? ჯერ კულტურას ნეობა არ უნდა დაიკარგოს ადამიანში ზნეობა, კულტურა არ უნდა წაიშალოს და ქართველობა, რასაც მის დღემში ფასი ქონა ხალობასაც, ქართველ ხალობასაც და საერთოდ პატრიოტიზმს ნუ დაიკარგა, ეკონომიკური პირობებით ეს ჩვენ დროებითი არეულობა ნუ წაშლის ადამიანებში ამ ზნეობას. შეინარჩუნო, გავუძლოთ, ამაზე მეტი გასაჭირი გქონია, გაგვიძვლია და მივიღწევია მე სიკეთისთვის და ახლა სხვა მომავალ ხო ნელ-ნელა რაღაცა კაი ნაბიჯები იძგმება რა. ამიტომ ჩვენ დღეისით უნდა გადავწყვეტოთ იმას, რომ დღეს რა კი ეს მდგომარეობა არის, არ ქაცო ყველაფერი, წყალმა წაიგო, აღარაფერი არ გვეშველება და დავერიოთ ერთმანეთს. ზრდილობა და კულტურა, ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის სიკეთე. აი, მამაო ჩვენში არის, ჯერ უნდა შელოცო, სთხოვრო, ყველა კარგად ამყოფე და მერე მე. აი ეს ალბათ, ეს კითხვა უნდა გავიმეორო. დღეს ადამიანები ერთს ფიქრობენ, მეორეს აკეთებენ და მეოთხე გამოსცემენ. რა ებით ახსნით ამას? ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. სხვა არაფერი არ არის. ყველა რომ თავის საქმით იქნება დაკავებული. აღარც ერთი ფიქრებენ, აღარც მეორეს და აღარც მესამეს. არა, მე ვამბობ, გასამებული კი არა, გაოთხებულია დღეს ადამიანი და რატო ხდება ეს? თუნდაც მაგით. ებაღი ბახს უნდა მოუვაროს, მუშამ უნდა ქარხანაში იმუშაოს, მუსიკოსმა უნდა დაუკრას. მადლობთ. არსაც წასვლა არ გინდა, დასვენება არ გინდა? არა. რა ქვია? ჯონი. ჯონი რა გადარდებს? საქართველოს მდგომარეობა. პირად ცხოვრებაში? მარტოობა. როგორ მარტოობა? მარტო ცხოვრობ ოთახში. საცხოვროთ. ქნატკოცა